თუ გაინტერესებთ ხართ თუ არა მზად გარისკოთ, როცა საქმე ფულს ეხება, მაშინ აუცილებლად უპასუხეთ ტესტის შეკითხვებს. ინტერვიუს საშუალებით კი თქვენ შეგიძლიათ ისიც გაიგოთ, როგორ მოიქცევიან მოცემულ სიტუაციაში ჩვენი სტუმრები. რას თამაშობთ ხოლმე? ბოულინგს, მონოპოლიას თუ ლოტოს? მონოპოლიას ჩვენი სახელმწიფო თამაშობს. ლოტოს ადრე თამაშობდი, ხო, ადრე საოჯახო ლოტოს იყო გახსოვს ჩვენი გადაცემა და ისეს ლოტოს, ეხლა თამაშობ ხოლმე. ბოულინგი ეს ახალი ხილია ჩვენთვის, ვიდრე რამდენი წელია, ხო, ახლა არის და თამაშობ ბოულინგს, მაგალითად გითხრა ეხლა იქ დიდი ხმაური არ ამიტეხია, კრამიტები არ დამემტრევია, მაგრამ 100-120 ქულა დამიგროვებია და რა ვიცი, სამი თამაში საინტერესოა. პრინციპში, რომელიც თამაშობ, ყველას თამაშობ. იცი რა ლოტო ძალიან მიყვარს, ბავშვობაში ვთამაშობდი ბევრს. და სხვა შეს უგებდი ჩემს მეზობლებს ყოველთვის და რა თქმა უნდა ფულზე იყო თამაში და იყო ძალიან სახალისო. ძალიან მიყვარს სხვა შეს ლოტო და ბოულინგიც ვერ გეტყვი რომ ძალიან ხშირად, მაგრამ თამაშობ ხოლმე. როგორ უმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს? დამოკიდებულია იმ დღეს ჩემს განწყობაზე, წარმატებულად, ყველაზე ძალიან მანერვლებს. ხო, ესე იგი ყოველდღიური პრობლემები იქნება ამის გარდაჭერა, წარმატებულობა, სიზარმაცე თუ პირიქით სიმეჯითე, ეს განწყობაზეა. განწყობით, ესე იგი დილიდან პრინციპში რა განწყობით ვიღვიძებ, გამოდიხარ სახლიდან. პრინციპში ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, ეს ჩემზე მოქმედებს, თქვათ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით. ჩვენ არტისტები განწყობის ხალხი ვართ, ემოციების, გზნობების შემოგვადგა. იცი რა, როგორც წესი კიდევ გეუბნები, გააჩნია პრობლემას. თუ ეს პრობლემა არ არის რაღაცა ძალიან რთული და ძალიან დიდი რამე, მაშინ არ მიჭირს, იმიტომ რომ რაღაცა უფრო ისე შეიძლება თავიდან ამანერვიულოს ცოტა. ალბათ ესეც იქნება თავიდან უფრო ალბათ დავიძავები, რაღაცა სტრესში ჩავარდები, მაგრამ ეს მალე გადის, როგორც წესი რაღაცა გზა თვითონვე ჩნდება. ამიტომ შეიძლება ვიბუზღუნა კიდევაც ცოტა რაღაცა თუ მეგობარი მომყვა იქვე სახელდახელოდ შეიძლება იმასაც გადაეცეს ჩემი ნეგატიური განწყობილება, მაგრამ როგორც წესი პრობლემას ადვილად ვაგვარებ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ადვილად მოვაგვარო. ეს არის ჩვენ სურვილზე დამოკიდებული აბსოლუტურად რამდენად გვინდა ჩვენ მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემა. თქვენ საფულე იპოვეთ. განაცხადებთ? დიახ, კარგ საქმეს მოვახმარ, დავიტოვებ. თქვენ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ? საქართველოში და ესეთ კითხვებს მისვამთ არა? შენ რო იპოვნო? შენ რა სიზე? შენ დადი. ახლა რა არის? გააჩნია რამდენი თქო და შეგინით, ხო? ესეთ ძველებს აქვს ნათქვამი რომ ფულს თუ დაგდებულს იპოვნე, არა იყო. 10 იპოვნე 100 წააგებ. 100 იპოვნე 1000 წააგებ. შენზე არჩევანი. ეს ძველ ხალხსა თქო. ხო და ახლა მე არ ვიცი, მაგალითად გითხრა შეიძლება ეს წესიც ვიცოდე, მაგრამ საფული იპოვნე და რამდენი იქნება შიგნით აბა მე რა ვიცი. დავთვლი და მე გადავწყვიტავ ჩავაბარო განაცხადო თუ დავიდო ეს ისეთი ინტიმური კითხვაა ესა და რომ იმ მომენტში როგორ იფიქრებს კაცის ჯექს, ზოგ შეიძლება ხალხო წესად ქონდეს რომ იცის რომ ყოველთვის ამას იზრდას. არ ვიცი მე შეიძლება. არა. იცი რა არის თუ იმ საფულეში არის ვინაობა ადამიანის აუცილებლად განაცხადება და მე თვითონ დაურეკა. აუცილებლად, ალბათ იქნება იქ მისამართიან რაღაცა. თუ არ არის იმ შემთხვევაში, არ არის ახლა ქუჩაში მილიციას ნამდვილად, პოლიციაში ვერ ჩავაბარებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ცუც საქმეზე წავა. ცუც საქმეზე შეიძლება არა, მაგრამ ვიღაცა ჯიბეში ჩაიდებს. ალბათ უფრო რას გავაკეთებ, ეკლესიაში წავიღებ. ერთი რამე მაგ დაცდილი. ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, არა უშავს. გარდაცვლილი ვირთხა. თუ სადმე если я натыкаюсь, აი შემთხვევით, ხო, თუ დაუშვათ. როგორც წესი პანიკაში ვარდება ხალხი და ნუ რა საშინელება რაღაც ძალიან მიხარია, იცით რატო? აუცილებლად თანხა მომდის იმ დღეს. ფულადი პრემია, ძალიან უცნაურია. არა, ბუნკერებთან ამის გამო არ დავდივარ, რა თქმა უნდა, მაგრამ
მოკლედ ესეთი კურიოზიც ყოფილა. თან პირდაპირ პროპორციულია ვირთხის სიდიდის. ეს შეგიძლიათ ამოჭრათ, ნუ ახლა რაღაცა ეს კი ძალიან ვირთხები. სამოგზაურო წასულს შეგიძლიათ თუ არა ფულის ეკონომია გააკეთოთ. არასოდეს იმაზეა დამოკიდებული რომელ ქვეყანაში მივდივარ, რა თქმა უნდა. სამოგზაუროდ ფულის ეკონომია არ გამიგია მე საერთოდ ესეთი რამე თუ არსებობს. მე როცა მივდივარ სამოგზაუროდ, ყოფილვართ გასტროლები იყო ეს თუ სხვა მივლინებები, უბრალოდ მე ზუსტად მაგ განსაზღვრული როდის რა უნდა რამდენიმე დავხარჯო. მაგრამ ბოლომდე ვხარჯო. კი, მაშინ ახლოს ავართ, იმიტომ რომ ბევრჯერ რაღაცეები მომიკლია იმისთვის, რომ განრიგის მიხედვით, ესე იგი დამეხარჯა ფული და რაღაცეები მომიკლია ხოლმე. არაფრით არ შემიძლია, არაფერში ეკონომია. არასდროს. და სხვათა შორის აი რაღაცა თითქოს ისე ხდება, რომ უფალი, აი რომ მგონია, რომ დაუშვათ აი ეს რაღაცა ბოლო რაღაცა, იმ წუთშივე ვთქვათ ახალი ძღვენი მოდის სიტყვაზე, მოდით ესე ვთქვათ. არაფრით არ შემიძლია არაფერზე ეკონომიის გაკეთება, ის შუქი ჩააქრეთ და იწვება. ან რაღაც მეტი გექნება გადასახლელი, რაღაც გაზი გამოთიშეთ, მეტისგან არ შემიძლია. ვერაფერს ვერ მით უმეტეს საზღვარგარეთ როცა ვარ, ნუ ხა შესაძლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა, ხა ვერაფრით ვერ ვიყიდი, ვთქვათ, იქ საიუველირო $10,000 ნაკეთობას ან მეც თუ მაქვს სიტყვაზე $100, ხო? მაგრამ აი იმ $100 ისეთ გამოყენებას უპოვი, რომ აი ბოლო ცენტამდე დავხარჯავ აუცილებლად. რომელ პრიზს აირჩევდით? სუვენირს, მტვერსასრუტს, რადიო მიმღებს? თუ რადიოს ბატარეები მოყვება, რადიოს არჩევა. თუ სუვენირი დიდია, მსხვილია. მაშინ სუვენირი შეიძლება არ იყო. პირველი რა იყო მტვერსასრუტი. შენთვის იყოს მტვერსასრუტი. არ მინდა. ხო, პირველი რა იყო გამახსენე? პირველი სუვენირი. სუვენირი, მეორე მტვერსასრუტი და მესამე რადიო. ეფექტებით. так, მესამე არავითარ შემთხვევაში. პროცესოც გააჩნია, თუ კარგი ფირმის არის, ალბათ ცოტა პრაგმატიზმი მეც გამაჩნია და პროცესოთი სახში აუცილებელია, იმიტომ რომ სისუფთავის წყაროა. ამიტომ ალბათ პროცესოთს ავირჩევდი. ალბათ. ადვილად შედიხართ გამყიდველთან კონტაქტში იმის გამო, რომ ფასი დაგიკლონ. უხერხულია, მხოლოდ განსაკუთრებულ ქვეყნებში ხანდახან ასეც ვიქცევი. არა, ხო, ნუ ხა ფასების დაკლება ხდება ძირითადად დიდი სავაჭრო ცენტრებია, ხო, ეს ბაზარია თუ ასე შემდეგ. ხა მაღაზიაში ეს გარკვეული ფასი აქვს, რა თქმა უნდა, იმ გამყიდველთან ფას დაკლების მით კონტაქტში არ შევდივარ. მაგრამ თქვა და დეზერტირების ბაზარში აი იქ აუცილებლად ესე იგი მე შევდივარ კონტაქტში, რათა მოვიპოვო ფას დაკლება. აუცილებლად. ო, გავუღიმებ მარცხინა მოული მარჯვნიდან, აქეთ, იქით, სახუმარო სიტყვა, პირიქით თქვა რაღაცა, იქ სარკაზმიც იყოს რაღაცა. ხცნობენ და კაი შენ დაგიკლებნენა და ვითომ გიკნევს და ხვდები რომ არ გიკნევს, ესე იგი სპეციალურად მაღაზ გეუნება რომ მე და ნუ მთელი ვარიანტებია, ეს მთელი მეცნიერება არის. ხო, ბაზარში სიარული და ფას დაკლების მოპოვება. ძირითადად პრინციპში ნუ მიმართლებს თუ მიკლებენ ფასებს და ბედნიერება. იცი რა არის, მოდი ესე ვთქვით, განსაზღვროთ თავიდან. როდესაც მიდიხარ ცივილიზებულ ქვეყანაში, დაკლებაზე დისკაუნტი თუ არის გაკეთებული, უკვე განახებს თქვათ აბრა ამას, რომ აი რაღაცა 20%-ით, ამიტომ რომ მიხვიდე და უბრალოდ რაღაცა извиняюсь, как базарная баба. არაცივილიზებულად დაუწყო თქვათ ლაპარაკი ფას დაკლებაზე, უბრალოდ კულტურულად მიგითითებენ, რომ აი თუ აქვს დაკლებული. ყოველ შემთხვევაში საზღვარგარეთ ეს არ უნდა მოხდეს წესით. მაგრამ ჩვენთან, აი მაგალითად ჩვენთან ძალიან აი თითქმის არ დავდივარ ბაზარში, რაღაცა უფრო მერჩენია, უფრო სუფთა ადგილებში შევიძინე ხოლმე რაღაცა, მაგრამ შეიძლება ყოფილა შემთხვევა, რომ თუ არის იმის საშუალება, რომ თქვათ დაგიკლოს ფასი, აქ აი იგივე იმ ბაზარში, ნუ არ ვიცი, ალბათ შევეკითხები 1-2 და თუ დამიკლოდ ამ თუ არა და მე რაც მომწონს იმას აუცილებლად ვხედავ და ყოველთვის მიყვარს კარგი სყიდვა. ამიტომ არა აქვს ფასის მნიშვნელობა. აზარტულ თამაშებში რა თანხას ხარჯავთ თვეში? კაპიქსაც არა,
50 ლარს 50-ზე მეც. მიკროფონზე დავიდებ ხელს და გიპასუხებთ, პირდაპირ გიპასუხებთ, რომ აზარტულ თამაშებში რო ითამაში, უნდა კონდეს რაოდენობრივად თავისუფალი და უმტკივნეულო თანხის რაოდენობა, რაც მე არა მაქვს, ну, მაქსიმალურად ეს არის ტოტალიზატორში თუ უნახავ სადაც 2 ლარიანი, 5 ლარიანი ფსონი მაქსიმუმ. თქვა ტოტალიზატორში დავდო. ერთი პერიოდი, ну, კაზინოშიც, ну, იქაც $20, თქვა რულეტკაზე. იყიდი 40 ფიშკას და დააღრიდა ნახევარწუთში. დამთავრდება, ასე რომ დიდი თანხები მიყვარს აზარტული თამაშები, ძალიან მიყვარს აზარტული, მაგრამ შესაძლებლობა ფაფუ. დიდი სიამოვნებით მე მიყვარს თანხის დახარჯვა საკუთარი სიამოვნებისათვის. შეიძლება ეს არ იყოს აზარტული თამაში და იყოს რაღაცა სხვა დეტალი, მაგრამ საკუთარი სიამოვნებისთვის ძალიან მიყვარს ფულის დახარჯვა და არავითარ შემთხვევაში არ დავინანებ ბოლო კაპიკიც რომ მქონდეს. და ირო ვიცოდე რომ ხვალ მე არაფერი არ მეკდება მთელი დღე. არანაირი შემოსავალი სიტყვაზე აუცილებლად შევიძინე იმას რაც მომწონს. საკუთარ თავს თვითკონტროლს უწევთ. მაშინაც კი როცა თავბრუსგახოთ თამაშის სურვილი და თქვენ მის განსახორციელებლად მიემართებით, მზად ხართ ბანკში ანგარიში გახსნათ. თქვენ გათვლილი გაქვთ მოგება, მაგრამ მარცხსაც აღიარებთ. იცით, როდის დარისთვის ღირს რისკი და მაშინ მიდიხართ სამორინეში. 2-დან 1, ან საკმაოდ ზარმაცი ხართ, ან ძალიან ყურადღებიანი. თქვენი აზრით საუკეთესო შემოსავალს თქვენი ფულიდან საბანკო ანაბრებით მიიღებთ.